გახსნილების დროა. ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი. მე ჟურნალისტი ილია მარყოფლიშვილი ვარ. საღამო მშვიდობისა. თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი განახლებული სტუდიიდან გადის პირდაპირ ეთერში. დედოფლის წყაროს ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარს ახალი წინამძღოლი ჰყავს. რამდენი ვაკანტური ადგილი დარჩა დედოფლის წყაროს გამგეობაში და რა ხარვეზებია აგრობარათების გაცემის პროცესში. ვიდრე სიუჟეტებზე გადავალთ, ვნახოთ გადაცემის ანონსი. მრევლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. დეკანოზ ნიკოლოზ ლომსაძის დაბრუნება თავისსავე აშენებულ ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში. მამა ნიკოლოზის ექსკლუზიური ინტერვიუ და მრევლის შეფასებები. მეუფე დიმიტრი მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე გადმოვეყვანე და მომსახურა საკათედრო ტაძარში. მეუფე დიმიტრის ჩამოყვნენ მონაზვნები, ჩამოყვნენ ბერები. რამდენი საჯარო მოხელე ჩაიჭრა დედოფლის წყაროში, ადგილობრივ თვითმმართველობაში 15-მდე ვაკანსიაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. რა ეტაპზეა ატესტაციის პროცესი? გაიგეთ კვირას 17 საათს და 30 წუთზე თოქ-შოუში დედოფლის წყაროს საათი. რამოდენიმე სოფელში გამოცხადდება განგებლის წარმომადგენლის ვაკანსია, ასევე გამოცხადდება სოფლის სპეციალისტის ვაკანსია, ასევე ვაკანტური რჩება, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია გამგეობაში რამოდენიმე ადგილი. დასუფთავების მასშტაბური აქცია კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ტერიტორია დავასუფთავეთ, ახლა ვასუფთავეთ თელ ქალაქს და მივესალმები მართლა იმ სუფთა ჰაერს, ჩვენ სუფთავთ სუფთა ქუჩა, ჩვენ ვსიამოვნებთ და მადლობა ინიციატორებს. ხორმაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრი კაპანაძემ მრევლის ოცნებების ასრულება დანიშნვიდან 2 კვირაში პირველივე გადაწყვეტილების გამოტანით მოახერხა. დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე, რომლის სახელსაც დედოფლის წყაროს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობა უკავშირდება, კვლავ საკათედრო ტაძარში იმსახურებს. როგორ აფასებს მრევლი ცვლილებას და რა სიახლეებია ეპარქიაში, მოვისმინოთ მრევლის შეფასებები და მამა ნიკოლოზის ინტერვიუ. დედოფლის წყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღოლად დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე დაინიშნა. გადაწყვეტილება ეპარქიის მღვდელმთავარმა მეუფე დიმიტრი კაპანაძემ მიიღო. მამა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარში მომსახურებას უკვე შეუდგა. მეუფის გადაწყვეტილებამ მრევლი განსაკუთრებულად გაახარა. ისინი ამბობენ, რომ მამა ნიკოლოზის დაბრუნება ბევრი მათგანის ოცნება იყო. უფალმა ტაძარს თავისი მოძღვარი დაუბრუნა, მე ასე მივიჩნევ. იმიტომ რომ ისე უყვარს მრევლს და თვითონ უფალსაც ალბათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ღვაწლია მამა ნიკოლოზის ჩვენთან ტაძრების მშენებლობაში და ძალიან ბევრ რამეში. ამ ტაძარს როცა საძირკველი ჩაეყარა და როცა მამა ნიკოლოზმა საძირკველი ჩაუყარა ამ ტაძარს, აი იმის მომსწრევა და დღეს როცა მოვიდა მამა ნიკოლოზი ვნახე, ისე მიხარია, ისეთი შეგრძნება მაქვს, ეკლესია დღესასწაულობს მეთქი და ჩემს ახლა ლაპარაკიც არ არის, ძალიან მიხარია. ჯერ ერთი რომ დაუბრუნდა მოძღვარი ტაძარს. მეორე ის რომ სამთაწყაროში მამათა მონასტერი უნდა გაიხსნას და იქ მუდმივად იქნება ღვთისმსახურება. მღვდელმონაზვნად მიბრძანდება და მამათა მონასტერი ანუ გამრავლდება და მენაპირე სოფელია და იქ მეტი სულიერება და მეტი სიმტკიცეა საჭირო. ხალხი შეჩვეულია. ენდობა, ასე ვთქვათ. სოფრონისებას. თანდაც გარკვეული წვლილი მიუძღვის ეკლესიის აშენებაში, რა თქმა უნდა. მრევლი ელოდებოდა მის დაბრუნებას და მუდმივად ეს პროცესი იყო, მუდმივი მოთხოვნა იყო ამისი, რომ მოძღვარი დაბრუნებოდა. უნდა ვთქვათ, რომ დიდი ღვაწლი მიუძღვის მამა ნიკოლოზს ამ ტაძრის აშენებაში, მრევლის შემოკრებაში, დიდ უდიდესი სულიერი მოღვაწეა ჩვენი ქალაქისთვის მამა ნიკოლოზი. მისი გადაყვანაც სამთაწყაროში მოხდა ისე, რომ მრევლის ქალაქის მრევლისთვის რაღაც თითქოს დააგლდა, მაგრამ სამაგიეროდ მამა ნიკოლოზმა დიდი ღვაწლი დაადო სამთაწყაროს მოსახლეობას.
წელიწად ნახევრის წინ მამა ნიკოლოზი ამავე ტაძრიდან სოფელ სამთაწყაროში გადაიყვანეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. პროტესტის ნიშნად მრევლმა ტაძარი დატოვა და წირვა ცარიელ ტაძარში აღევლინებოდა. მოგვიანებით კი მრევლმა საპროტესტო აქცია ეპარქიის რეზიდენციასთანაც გამართა. ეპისკოპოს მელქისედეკ ხაჩიძის მრევლის თხოვნა არ გაუთვალისწინებია. მამა ნიკოლოზის გადაყვანამ კი ტაძარში მრევლის შემცირება გამოიწვია. მართლმადიდებლების დიდი ნაწილი წირვაზე დასასწრებად 50-მდე კილომეტრს გადიოდა და მამა ნიკოლოზთან აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფელ სამთაწყაროში მიდიოდნენ. ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა კარგად იქნება ყველაფერი იმას იგულისხმებს. შეგვეციოთ წმინდა მიქეილ კულაშვილის მადლი, აბა ილოც. კარგად იყავით. თუმცა შეგიძლიათ გითხრათ მამა ნიკოლოზთან დაკავშირებით რა ხდება? თავს ვერავის ვერ დაუძინო. მამაო, შეიძლება რომ გითხრათ რა მოხდა რა დაპირისპირება არაფერი რაღაც გაუგებრობა საფრთხე ყველაფერი კარგად იქნება ძალიან ყველა დავწნარდეთ დავშვიდეთ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღოლად დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე დაინიშნა. მსახურებას უკვე შეუდგა. ეს ცვლილება განხორციელდა პოლადო სამღვდელოესი ხორნაბუჯელი და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრის მიერ. წინა კვირას თქვენ იცით რომ როდესაც მოხდა ცვლილება აქ ორი მოძღვარი მსახურობდა საკათედრო ტაძარში, რომლებიც გადაყვანილნი იქნენ მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში და ამის შემდეგ მეუფე დიმიტრი მიიღო გადაწყვეტილება რომ მე გადმოვეყვანე და მემსახურა საკათედრო ტაძარში. ხოლო იქ სადაც მე მსახურობდი სამთაწყაროს წმინდანი მოსახელობის სამლოცველო სახლში, იქ გაიხსნა მონასტერი, იქ დადგინდა წინამძღვარი დელმონაზონი იაკობი ბერებთან და მორჩილებთან ერთად. რაც შეეხება თქვენს მოღვაწეობას სოფელ სამთაწყაროში, ხა წამოსვლის შემდეგ უკვე შეგვიძლია შედეგებზე ვისაუბროთ. რა სიტუაცია დახვდა, თუმცა ჩახვედით და რის მიღწევა მოხერხდა ამ ხნის მანძილზე? იქ ალბათ ვიცით ყველა რაღაც პატარა დაძაბულობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მუსულმანებსა და მართლმადიდებლებს შორის იყო დაპირისპირება, მაგრამ ღვთისმადლითა და წყალობით იქ უკვე თითქმის აღარანაირი დაპირისპირება აღარ არის. იმიტომ რომ ესენი ერთად ცხოვრობენ როგორც აჭარელი, ისე ინგილო მოსახლეობა და ძალიან კარგი ურთიერთობებია მათ შორის და ყველანაირად ცდილობდნენ და ღვთისმადლითა და წყალობით დამშვით და დაწყნარდა იქ სიტუაცია და აღარანაირი კონფლიქტი იქ უკვე აღარ არის. და ეხლა ღვთისმადლითა და წყალობით მიმდინარეობს წირვა ლოცვები, რევლი დადის, მოინათლენ, ძალიან ბევრი მოინათლა აჭარელი მოსახლეობა და დადიან სამლოცველო სახლში და ლოცულობენ.
როგორც აჭარლები, ისე ინგილოები ერთად დადიან და ლოცულობენ. რაც შეეხება ამ სამლოცველო სახლის მდგომარეობას, ან მშენებლობის საკითხს ამ კუთხით რა გაუმჯობესებს? იქ ცოტა ცუდი მდგომარეობა იყო, ჩამოდიოდა წყალი და გაკეთდა ღვთისმალთა და წყალობით კეთილი ადამიანების მიერ და შემოწირულობებით. გაკეთდა ეს სამლოცველო სახლი, ასევე საცხოვრებელი მოეწყო და სადაც შესაძლებელი გახდა, რომ მონასტერმა იარსებოს. იქ მე მგონია, რომ უკვე არის 4 ოთახი გამოყოფილი იმისათვის, რომ ბერებმა იცხოვრონ, რომელიც გასაკეთებელია და ალბათ უახლოეს ხანში ღვთისმადლით აღდგება და გაკეთდება. რაც შეეხება ადგილობრივების რწმენის განმტკიცების საკითხს, რამდენად შეიჩნია დადებითი ცვლილებები? მე ყოველ შემთხვევაში ძალიან ესეთ დადებით ცვლილებებს ნამდვილად ვამჩნევ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან სიყვარულითა და რაღაც სიტყვით ხდებოდნენ იქაური მოსახლეობა, ეხსევე მიიღეს ახალი მონასტრის წინამძღვარი და მე ვფიქრობ, რომ იქ ყველანაირად სიმშვიდე, სიყვარული და კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება მათი მოღვაწეობის შედეგი, ცოტა ხანში ერთად ვნახავთ, რომ იქ გაამართლებს ნამდვილად მათი მოღვაწეობა. ჩამოვიდნენ მეუფე დიმიტრის ჩამოყვნენ მონაზვნები, ჩამოყვნენ ბერები, ისინი ერთად იყვნენ ჯერ კიდევ ახალციხის ეპარქიაში, როდესაც მე დადგინდა ეპისკოპოსად, ისინი მის გვერდში იყვნენ და მსახურობდნენ მათთან ერთად და დღეს ისინი ჩამოვიდნენ აქ, უკვე გაიხსნა მონასტერი, როგორც თქვით, ასევე სამლოცველო სახლთან აქ დედოფლისწყაროში განთავსდნენ მამები, რომლებიც ყოველდღიურად სამლოცველო სახლში ატარებენ მწუხსა და ცისკარს და ასევე თქვენ ნახეთ, რომ მონაზვნები, რომლებიც იდგნენ დღეს ტაძარში მედავითნეები არიან, მსახურებაში ერთად ავართ ღვთისმადლით. მადლობა. დააგლოცოთ და გაგახართ მე. დედოფლისწყაროს თვითმმართველობაში კონკურსი სრულდება, თუმცა სოფლებში მირზაანში, სამთაწყაროსა და ზემოქეთში რწმუნებულის პოზიცია კვლავ ვაკანტური რჩება. მოქმედმა რწმუნებულებმა სათანადო ქულების მოგროვება ვერ შეძლეს, რის გამოც კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადდეს. დედოფლისწყაროს გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ 15-მდე ადგილი კვლავ ვაკანტურია და კონკურსის ხელახლა გამოსაცხადებლად ემზადებიან. ნახოთ რეპორტაჟი. რამოდენიმე სოფელში გამოცხადდება გამგებლის წარმომადგენლის ვაკანსია, ასევე გამოცხადდება სოფლის სპეციალისტის ვაკანსია, ასევე ვაკანტური რჩება, რამდენადაც მაქვს მე ინფორმაცია, გამგეობაში რამოდენიმე ადგილი ამა თუ იმ პოზიციაზე, შესაბამისად, როგორც კი ვაკანსია გამოცხადდება, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის სრულსაჯაროებას. მოლოდინი გვაქვს 12-დან 15 ვაკანსიამდე, რისი ხელახალი გამოცხადებაც მოგვიწევს. საატესტაციო კომისიამ უკვე აპლიკანტებს თავისი შედეგები ამცნო, ნაწილს ამცნო იმის შესახებ, რომ მათ წარმატებით გადალახეს გასაუბრების ეტაპი, ნაწილს ამცნო იმის შესახებ იმ ადამიანებს, ვინც ვერ გადალახა ეს ეტაპი, რამოდენიმე ადამიანმა მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია გაასაჩივრა საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება, შესაბამისად სპეციალური კომისია, რომელიც ამ საჩივრების მიღებას და მათ განხილვას უზრუნველყოფს, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. ალბათ უახლოეს დღეებში კომისია დადებს თავის დასკვნას და შემდეგ მოხდება მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის და საკრებულოს თავმჯდომარისათვის შესაბამისად საატესტაციო კომისიის მიერ რეკომენდაციების წარდგენა, ანუ იმ კანდიდატების წარდგენა, რომლებიც უნდა დაინიშნონ ამა თუ იმ კონკრეტულ თანამდებობაზე და მე ვიმედოვნებ, რომ
უახლოეს დღეებში ალბათ მომავალ კვირაში ეს პროცესი დასასრულს მიუახლოვდება. ვაკანტურ ადგილზე ხელახლა გამოცხადდება კონკურსი და ეს კონკურსი ჩატარდება ზუსტად ისეთივე სქემით, იმიტომ რომ კანონის მოთხოვნა არის ასეთი, როგორც წინა კონკურსი ჩატარდა და იმედია რომ განმეორებით შემთხვევაში გვექნება შედეგი და სრულად მოხდება როგორც გამგეობის, ასე საკრებულოს დაკომპლექტება. სოფელ მირზაანის საჯარო სკოლაში მე-7 კლასელმა ბიჭმა თვალი დაიზიანა. გავრცელებული ინფორმაციით მან დაზიანება სკოლის ეზოში შეშის ჭრის დროს მიიღო. ეზოში სამშენებლო ნარჩენების არსებობას ადასტურებენ, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას თითქოს მოზარდი შეშას ჭრიდან. ნახოთ კომენტარი. ეს არის აბსოლუტური ჭორი, საგანგაშო მდგომარეობა არაფერი არ მომხდარა. ელა სკოლაში რომ ბავშვი შეიძლება წაიქცეს, ამაში ორი აზრი არ არსებობს და ყველაფერი არის ტყუილი, ანუ თუმცა იქ რო სამშენებლო სამუშაო სამშენებლო მასალა ეყარა იმისათვის რომ ეს სადამ კომპანია დაამთავრებდა აჭერის დახურვას, ეს ძველი მასალა ესაჭიროებოდათ აპალოკების დასაყენებლად, ხარაჯვების დასაყენებლად და ასე შემდეგ და მორჩა ყველაფერი და სკოლის დირექტორმა მოასუფთავა და წაიღო აბსოლუტურად სულ ყველაფერი. ანუ როგორ მოხდა ის ჭრილობა, როგორ? ჭრილობა რა ბავშვები დარბოდნენ და ფეხი წამოხდა, სხვა რა არაფერი. ანუ არც შეშას ჩეხავდა? არა. არაფერი არ ყოფილა მაგდაგვარი. ეხლა რამდენი ადამიანის პირშიც მოხდება, ყველა თავისებურად გადათარგმნს. ფაქტიურად ბავშვი არის ჯანმრთელად, არაფერი არ შეშ, საქმე არის ყველაფერი კარგად ძალიან. ამ საკითხის ირგვლივ დედოფლის წყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, რომ მათთან გამოძახება არ დაფიქსირებულა და მირზაანიდან არც პაციენტი არ შეუყვანიათ საავადმყოფოში. ახლა კი სხვა თემების შესახებ აგრობარათების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო თებერვლიდან, ასე რომ ვისაც ჯერ კიდევ არ აგიღიათ აგრობარათები, შეგიძლიათ შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მიაკითხოთ. ამჯერად კი ვნახოთ რეპორტაჟი დედოფლის წყაროდან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ თებერვლიდან მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მენეჯერი დავით კიკნაძე და შპს მექანიზატორის დირექტორი ზვიად ჩხაიძე დღეს კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას კახეთის რეგიონის 99,000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს. აღნიშნულ პროექტში წელს 800,000 ფერმერი იღებს მონაწილეობას. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო ისევ აგრძელებს მცირემიწიან ფერმერთა დახმარებას, როგორც უკვე აღინიშნა 50 მილიონი იქნება ლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული იმისთვის, რომ მცირემიწიან ფერმერებს დახმარება გაუწიოს სახელმწიფომ, შემოვიფარგლება ძირითადად უფასო ხმით და ყველა მნიშვნელოვანი არის ის, რომ განსაკუთრებული პრობლემა ყოველთვის იდგა მცირემიწიანი ფერმერების დაუმუშავებელი მიწების თვალსაზრისით. სწორედ იმისთვის, რომ არც ერთი ჰექტარი მიწა, არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი, როგორც ეს იყო წინა საარჩევნო დაპირება, სახელმწიფო გააგრძელებს კიდევ კვლავ მცირემიწიან ფერმერების დახმარებას. წელს მესამე წელია, რაც მთავრობა ახორციელებს მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამას. საუბარი ქონდა ამ პროგრამის მნიშვნელობაზე, საუბარი ქონდა იმის შესახებ, რომ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი მოსახლეობისთვის, ან ჩვენი ბენეფიციარებისთვის ოპერატიულად მიწოდება ამ დახმარების, რასაც მთავრობა სთავაზობს და როგორ უნდა მოხდეს პირობების ზუსტი ახსნა, რათა ჩვენმა მოსახლეობამ შეძლოს და მაქსიმალურად გამოიყენოს ეს დახმარება. ჩვენ მივიღეთ 1672 ბარათი. აქტივობა არის კარგი, ხალხი მოდის ძალიან ბევრი, მაგრამ არის ერთი პრობლემა, რომ სიები არის არეული, მასახელები არეული, ბარათის მეურები არეული, შარშანწი მივიღეთ, დალაგებული ალბანის მიხედვით, ბარათის მეურების მიხედვით და ეს ერთადერთი ცვლილება არის, რომ 25,000-დან არის მხოლოდ ბანკის აგრობარათის, რომელიც შეუძლია სასუქით 50 ლარიანი სასუქი გამოიტანოს აგრომაღაზიიდან. დანარჩენი ეს არის სახნავი 1 ჰექტარზე შესაბამისად 140 ქულა ერიცხება, იგივე ეკვივალენტი ლარში.
ერთი ქულა არის, ერთი ლარიდა. ამით შეუძლია რომ მოხნას ბენეფიციარმა ან თუ მოხნული აქვს, დამუშავებული აქვს და არ საჭიროებს მოხნას, შეუძლია ბარათი მოწიაროს უკან, ჩვენ ვაწევთ შესაბამის კოდს, სამს. შემდეგ გადავაგზავნით სამინისტროში და იქიდან მე დაირიცხება იმ აგრო ბარათზე ეს 140 ქულა გექტარზე შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვანი დახმარება, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მოსახნავად და ამ თანხას მოვხნავთ. დავთესავთ ხორბალს 1 გექტარი გვაქვს. ძალიან დიდი შეღავათია ეს ჩვენთვის. საშუალება რა მქონდა და ვერ ახვნავდი. ეხლა ის მომწეია მოვხნავ და დავთესავ კერმაინც დავთესავ, აი ახალი. იმიტომ რომ ნაკვეთები გვაქვს ძალიან გვიჭის, იმისი მოხნას, თესვას და ყველაფერი და ის მერე მოყვანა თუ ხალხი ხელში შეგვიწყობს რომ ამიტები იქნება მოსავალი მოძალეთ საუკეთესო საშუალება. ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. გასულ კვირას კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის ინიციატივით დასუფთავების მასშტაბური აქციები გაიმართა. ვნახოთ რეპორტაჟი. კახეთის სუფთა რეგიონი ამ დევიზით კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში ყველა სოფელსა და ქალაქში დასუფთავდა ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, სკვერები, სკოლის მიმდებარე ტერიტორიები და ქალაქის ქუჩები. აქციაში მონაწილეობა საჯარო დაწესებულების თანამშრომლებმა, კერძო კომპანიებმა და სხვადასხვა ორგანიზაციებმა მიიღეს. ინიციატივა კახეთის გუბერნატორს ეკუთვნის. ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით დასუფთავების აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ის სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდას ემსახურება. დედოფლის წყაროში დასუფთავების პროცესს გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა. მსგავსი მასშტაბური აქცია კახეთის რეგიონში, ისე როგორც ვთვლი, რომ მთელ საქართველოში არ ჩატარებულა, ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა 9 მუნიციპალიტეტი, ერთი რეგიონის 9 მუნიციპალიტეტი გამოდის, როგორც საჯარო სექტორი, ასევე კერძო სექტორი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, მე ვიცი, რომ მედია იყო ჩართული, ჯარი იყო ჩართული, პოლიცია იყო ჩართული, აბსოლუტურად ყველა უწყებამ მიიღო მონაწილეობა თანაბრად, დაასუფთავეს, დაალაგეს თავისი მიმდებარე ტერიტორიები, ზონებად იყო დაყოფილი მთელი ეს მაგისტრალები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მაგალითია, როგორც ერთობის, საზოგადოების მაქსიმალურად ჩართულობის, ასევე ჩვენი თვითშეგნების ამაღლების. მსგავსი აქციები გაგრძელდება, დასუფთავების აქციები და მე ვთვლი, რომ ეს იქნება გადამდები არა როგორც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, არამედ ყველა რეგიონისთვის აბსოლუტურად და ვთვლი, რომ მსგავსი აქციები ძალიან ხშირად უნდა ტარდებოდეს. აქციაში დედოფლის წყაროს ხელმძღვანელი პირები აქტიურად ჩაერთნენ. ქუჩები და სკვერები დაასუფთავეს დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის 14-ვე ტერიტორიულ ერთეულში. მივესალმებით, ძალიან კარგი აქცია და ინიციატივა. სუფთა კახეთი ნამდვილად ყველასთვის სასურველია. მე მთელი ჩემი სამსახურით დილით 10:09-დან გამოსული ვარ და განმრჩევლად ადგილისა ჩვენი ტერიტორია დავასუფთავეთ, ახლა ვასუფთავეთ მთელ ქალაქს და მივესალმები მართლა იმ სუფთა ჰაერს, ჩვენ სუფთქავთ სუფთა ქუჩა, ჩვენ გვსიამოვნებთ და მადლობა ინიციატორებს, მე როგორც ვიცი გუბერნატორი ამ ყველაფრის ინიციატორი და ის თვეში ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერაც რომ იყოს მივესალმებით. არაფერი არ დაგვიშავდება, ჩვენ სახს ყველა ვალაგებთ და ეს ჩვენი ქალაქია, ჩვენი ქუჩა და დავალაგოთ და ვიყოთ და ვიცხოვროთ ლამაზე და სუფთად, ლამას გარემოში. მასობრივი დასუფთავების დღე არის და რა ჩვენი სამსახური აქტიურად მონაწილეობს საგარეშო ორგანიზაციებში. მაქსიმალურად ვეცდებით და თავი არ შევეცვლოთ და რა თქმა უნდა ჩვენს გუბერნიის თანამშრომლები გამოვედით, იმიტომ რომ ეს იყო კახეთის გუბერნატორის იდეა და შემოთავაზება, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები და არა მხოლოდ დასუფთავების, არამედ სხვა აქტივობებიც იეგმება ხშირად ჩატარდეს იმისათვის, რომ კონდეს ერთმანეთთან შეხება მოსახლეობას, თანამდებობის პირებს, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს რაღაც საერთო მიზნის გარშემო, არაფორმალურ თუ გნებავთ გარემოში შეხვდნენ ერთმანეთს და საერთო ძალისხმევით კიდევ ერთხელ გავაკეთოთ სასარგებლო საქმე. ეს იქნება ალბათ სიმბოლური, მაგრამ მას თავისი საკმაოდ შესამჩნევი შედეგი ყოველთვის აქვს. თქვენ უყურებთ დედოფლის წყაროს საათს, მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით წარმატებულ დედოფლის წყაროელ ახალგაზრდებს პერიოდულად ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.
წლის ბოლოს თვითმმართველობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 წარმატებულ ახალგაზრდას გადასცა ფულადი ჯილდო, სწორედ ამ თანხით ახალგაზრდა პოეტმა ქეთევან ნათელაძემ მორიგი პოეტური კრებულის გამოცემა შესძლო. სწორედ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ახალგაზრდა პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი ქეთევან ნათელაძე. საღამომშვიდობისა ქეთი, მადლობა რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი ხანია ვგეგმავთ და ახლა მოხერხდა, თუმცა ერთი უცნაური დამთხევა რომ ამ დღეებში იყავი იუბილარი. არ დავიგეგმავს ასე შემთხვევით და საინტერესოდ დაემთხვა და რა კარგია რომ სწორედ ამ პერიოდში მოგვიწევს შენს შემოქმედებაზე საუბარი. მოდი დავიწყოთ პირველად როდის ქონდა შეხება რითმასთან რომ გავიხსენოთ პირველი ლექსი როგორ დაიწერა. მოგესალმები ილია, მივესალმები ჩვენს მსმენელებს და მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის რომ დღეს შენს გადაცემაში ვარ. დღეს ვისაუბრებ ჩემს ახალ წიგნზე რეპორტაჟი ციდან, რომელიც სულ რაღაც 2 თვის წინ გამოვიდა და ძალიან დიდი წვლილია რა თქმა უნდა ამაში ჩვენი რაიონის კონკრეტულად ჩვენი გამგეობის. რაც შეეხება შენს კითხვას, მე ძალიან ადრეული ბავშვობიდან ვწერ ლექსებს. ასაკი ალბათ სასაცილო იქნება რომ დავაკონკრეტო, იმიტომ რომ მართლა ძალიან ადრეული ბავშვობიდან ვწერ და ჩემი ასე ვთქვათ ლიტერატურული კუთხით საზოგადოების წინაშე გამოჩენაც ძალიან ადრეული ასაკიდან მოხდა ჩემდა საბედნიეროდ გამიმართლა ამ ხრივ. ეს იყო დაახლოებით თუ არ ვცდები 9 წლის როცა ვიყავი, როცა უკვე საზოგადოების წინაშე წარვსდექი ჩემი შემოქმედებით და შემდეგ უკვე ვიბეჭდებოდი აქტიურად ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში, ასევე ლიტერატურულ კრებულებში და შემდგომ უკვე, როდესაც ვიყავი მე-11 კლასში, გამოვიდა ჩემი ლექსების პირველი კრებული ყვავილების ინტერლუდია და ამის შემდგომ ძალიან ესეთი სწრაფი სვლით განვითარდა მოვლენები და უკვე მეორე კურსზე გავხდი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ასევე ვარ ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემიის წევრი და დღეს უკვე აი მაქვს ბედნიერება რომ ხელში მეჭიროს ჩემი მეორე კრებული რეპორტაჟი ციდან. ძალიან მოკლედ ჩამოგვითვალე, მე მინდა ესე პირველ ნაბიჯებს დავუბრუნდეთ. თუ გახსოვს პირველი ლექსი რაზე დაწერე? აი პირველი ლექსი იყო თბილისზე, როგორც მახსოვს, ძალიან ადრეულ ასაკში, იმდენად რომ წერა არც კი ვიცოდი და რისი მოყოლაც ასე ვთქვათ დავიწყე მაშინ, დედამ ჩაიწერა ფურცელზე და ეს დღემდე ინახავს ამ მაშინდელ ასე ვთქვათ ნააზრევს. რატომ გაგიჩნდა რომ ლექსები გეწერა? რას უკავშირდება შენი სიყვარული პოეზიისადმი? აი მაგას ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ეს როგორც გითხარი იყო ძალიან ადრეულ ასაკში და მე ვერც გავათვით ცნობიერე მე მგონი ბოლომდე, რას ვამბობდი, რატომ ვამბობდი და საერთოდ რა მინდოდა. დღეს შეგიძლია ვთქვათ საიდან და რატომ როგორ ჩაგინერგეს და როგორ არის შენში, როგორ შემოვიდა პოეზიისადმი სიყვარული? აუცილებლად გავლენა რა მოახდინა? ანუ თავარი გავლენა მაინც იყო დედასგან. დედა იყო ის ადამიანი, რომელიც მუდმივად მიკითხავდა, მაყვარებდა ლიტერატურას, პოეზიას. მეუბნებოდა რომ უნდა წამეკითხა, მიხსნიდა ყველაფრის არსს და დედა იყო ის ადამიანი ნამდვილად, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ამ კუთხით. რაც შეეხება შემდეგ აი თქვათ როგორ გახსენდება პირველი გამოქვეყნებული? მე მაგალითად დღემდე მახსოვს ჩემი პირველი სტატია, როდესაც გამოქვეყნდა, მახსოვს რომ 10000 ჯერ მაინც მაგ წაკითხული და განსაკუთრებით ვკითხულობდი ბოლოს ავტორის ჩამართვლით ვკითხულობდი, მართლა მე ვიყავი თუ არა. ანუ შენ თუ გქონდა რაღაც ისეთი მომენტები, ან რამდენად ადვილად იყო ამ რედაქციასთან კონტაქტი? კი, პირველი ნაბიჯები ჭირს ხოლმე და ეს მინდა გაიხსენო. პირველი ნაბიჯები კი იყო ჩემთვის, მახსოვს რომ ქალბატონმა ნაირამ მომიწყო ეს ერთგვარი სიურპრიზი. ეს იყო რაიონულ გაზეთში შირაქში, გამოქვეყნდა პირველად ჩემი ნაირა გორაშვილი გაზეთ შირაქის რედაქტორი. კი. და გამოქვეყნდა მაშინ პირველად და ვიყავი 9 წლის, როგორც მახსოვს, ჩემი რამდენიმე ლექსი, ისე რომ არც ვიცოდი რომ ქვეყნდებოდა და ეს იყო მაშინ ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი და ძალიან დიდი ხარული. მადლობა ქალბატონ ნაირას. ნამდვილად ვუხდი, გადავუხდი მადლობა საკეთანას და ერთგული მაყურებელია ის და მოვიკითხავ სიყვარულით და პატივისცემით. და აი ამის შემდეგ უკვე ასე ვთქვათ, ქალბატონი ნაირას ფეხი ჩემს პოეტურ სამყაროში იყო ფეხბედნიერი და ვიბეჭდები აქტიურად სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში.
გაცილებით სერიოზული შეხება კოლეგებთან. კი. რას უკავშირდება ალბათ სტუდენტობის შემდეგ? კი. როდესაც ჩამოვედი თბილისში, ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის განხრით და უფრო ახლოს გავიცანი ლიტერატურული წრეები, ნუ იქამდეც ვიცნობდი მე ქალბატონ მაყოლა გონაშვილს, ამის შემდეგ უფრო აქტიურად მოხდა ჩვენი დაკავშირება ერთმანეთთან საბედნიეროდ. მე კიდევ ერთხელ მინდა მას პირდაპირ ეთერიდან გადავუხადო მადლობა, იმიტომ რომ ის ყოველთვის ჩემს გვერდით არის, გახლავთ ჩემი ახალი კრებულის რედაქტორი და აი ამის შემდეგ უკვე გავხდი მე რაც თბილისში ჩამოვედი მწერალთა კავშირის წევრი, გავხდი ხელოვნების და მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ასე რომ ვთქვათ, გზა გამეხსნა ამ სფეროში. შენ სასაკში ეს არ არის ადვილი, აი როგორ მოხდა, ვთქვათ, თუნდაც ამ ის რომ გახდი წევრი, ბევრია შენი ასაკის თუ აიცით რა არის არიან როგორ არა მწერალთა კავშირში ჩემი თაობა, იმიტომ რომ ყოველთვის მწერალთა კავშირი აფასებს, პატივსცემს და ანიჭებს პრიორიტეტს ახალგაზრდა თაობას, რომელიც და რას ნიშნავს შენთვის ის რომ ამ კავშირის წევრად ითვლები? ნუ რა თქმა უნდა ეს არის თუმცა რომ შენობაც დაიბრუნეს ისტორიული შენობა და ნუ მათ ტრადიციებზე აღარ არის საუბარი და რა თქმა უნდა აი რას ნიშნავს ზოგადად ამ ასაკში თორე მომავალში წარმატებები აიჭიც არ მეპარება თუმცა როდესაც ძალიან მალე აღწევ ეს რას ნიშნავს ანუ უპირველეს ყოვლისა ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმიტომ რომ როდესაც ხარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ну რაღაც ტვირთი რაღაც სახის ტვირთი გაქვს მხრებზე თუნდაც იმიტომ რომ ატარებ არა მხოლოდ საკუთარ სახელს საკუთარ იმიჯს არამედ საქართველოს მწერალთა კავშირის სახელსაც რომელიც ძალიან ისეთ ძველ ისტორიას მოიცავს და დიდ ისტორიას მოიცავს ლიტერატურულ საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაში პირველი კრებულის მომზადების დეტალებზე გვესაუბრე და შემდეგ მეორეზე გადავიდეთ პირველი კრებული ეს იყო, როდესაც მე ვიყავი ჯერ კიდევ მე-11 კლასში, ყვავილების ინტერლუდია. მაშინ, ნუ ბატონი ავთოლეკაშვილის თანადგომით დაფინანსდა ამ წიგნის გამოშვება და ავთოლეკაშვილი დედოფლისწყაროს პარლამენტის წევრი იყო იმ პერიოდში. იმ პერიოდში დიახ და ნუ ამ კრებულის გამოსვლის შემდეგ სამწუხაროდ, ნუ მაშინ ვიყავი როგორც აღვნიშნე, ისევ ჯერ ისევ მოსწავლე და ეს წიგნი არ იყო, ნუ აქტიურ გაყიდვაში, მაგრამ სამაგიეროდ აი ეს მეორე კრებული უკვე, რომელიც და ასევე მინდა ილია გადავალთ, თქვათ, პირველში რისი მოთავსება შეძელი, რის მიხედვით შეირჩა ეს დავა კონკრეტულად. ანუ პირველ კრებულში შევიდა ის ლექსები, რომელიც იმ პერიოდში დაწერილი ლექსებიდან, ნუ ამოვარჩიეთ, შევარჩიეთ როგორც საუკეთესოები, ასევე პირველ კრებულში შევიდა ჩემი რამდენიმე პოემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს კრებული იყო უბრალოდ დასაწყისი, იმიტომ რომ ნუ იმის შემდეგ წერ სხვას უფრო, წერ სხვანაირად უფრო და რა ვიცი. ცნობილი ფაქტია, რომ ადრე დაწერილი ლექსები ცოტა ხნის მერე აღარ მოწონთ. უცხოვდება. რაც შეეხება მეორე კრებულს? მეორე კრებული, ანუ როდესაც მეორე კრებულზე საუბარს ვიწყებ, აუცილებლად მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს რაიონს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ზვიადი ჯავახიშვილს, რომლის უშუალო ჩარევითაც და მოწადინებითაც ეს გაკეთდა და ასევე დიდი მადლობა მწერალთა კავშირს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო და წიგნის გამოცემაში მეხმარებოდა. აი ჯერ იცოდი რომ დაფინანსებას მიიღებდი და შემდეგ დაიგეგმა ამ კრებულის თუ მანამდეც მუშაობდი რაღაც მონახაზი გქონდა და ფინანსები გაკლდა დღის სინათლეში. ანუ რა თქმა უნდა იყო შემოქმედება, ну დაწერილი უკვე რა თქმა უნდა ეს ლექსები და აი ასე და გვერდში დგომამ და დახმარება, ну შეასხა ამ იდეას ფრთები და გამოვიდა მეორე კრებული. ეხლა იგივეა კითხო რომ რომელი შვილი უფრო გიყვარსო, მაგრამ შე რომელი კრებული ხო მეორე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მეორე არის ის, რაზეც ვოცნებობდი ყოველთვის. და ხარისხობრივად ბეჭდის ხარისხს გულისხმობდა რა შინაარს,
უფრო უკეთესია მეორე ვიდრე რა თქმა უნდა მეორე არის ანუ ყველანაირად სრულყოფილი ასე ვთქვათ წიგნი მხრივ რომ აქვს თავისი SPN-ი ეგრეთ წოდებული შტრიხ კოდი ანუ ოფიციალური სახით გამოვიდა რა ვიცი არის საკმაოდ კარგი დიდი მოცულობის დიახ აი და დღეს უკვე ბიბლიუსის მაღაზიათა ქსელში მსურველებს შეეძლებათ მისი შეძენა, იმიტომ რომ ბიბლიუსის ყველა მაღაზიაში იყიდება. დიახ, ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ კადრები და შენ მინდა მოგვიყვე ამ პრეზენტაციის შესახებ, ანუ კადრებს უხმოდ ვნახავთ და შენ მოგვიყვე როგორ და დაიგეგმა ეს სად ჩატარდა, რამდენად კმაყოფილი ხარ ამ პრეზენტაციის შესახებ. დიახ. ანუ პრეზენტაცია წიგნის გამოსვლიდან 3 კვირაში მოხდა. ეს იყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში. წავიკითხეთ, რა თქმა უნდა, წარდგინება მოხდა იმ რამდენიმე, რა თქმა უნდა, ყველას ვერ წავიკითხავდი და რამდენიმე ლექსია მოვარჩიე კრებულიდან, რომელიც შესულია ამ კრებულში, რა თქმა უნდა და ესწრებოდნენ საღამოს მწერლები, ჩემი პოეზიის მოყვარულები, ჩემი თანამედროვე ახალგაზრდა პოეტები, ჩემი მეგობრები, ხატვრები, მომღერლები და ვფიქრობ, რომ პრეზენტაცია შედგა. და ყოველ შემთხვევაში გავაკეთე ის რის გაკეთებაც მინდოდა და მოხდა ამ წიგნის პრეზენტაცია. ეს დედაქალაქში შენი პირველი საღამო იყო თუ მანამდეც ქონია უშუალოდ შენი საავტორო საღამო? არა, ნუ აქამდე რა თქმა უნდა მქონია საღამოები. პირველი კურსიდანვე მიმართებოდა ჩემი პოეზიის საღამოები უნივერსიტეტში, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიაში და ეს ბოლოს მოხდა წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში. და სამომავლო გეგმებზე მინდა კითხო, რა პროფესიის ხარ, რას ეუფლები? ну პოეზიის კუთხითაც ვისაუბროთ შემდეგ, მაგრამ სტუდენტობას რო შევეხოთ, რაზე სწავლობ? ანუ წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს, ვარ მე-4 კურსზე და ვარ ფსიქოლოგი პროფესიით და ვფიქრობ, რომ აი სწორედ ამ გზით მინდა წავმართო ჩემი ცხოვრება, რა თქმა უნდა, პოეზიას და ლიტერატურას არ მოვწყდები, იმიტომ რომ ამით ვცოცხლობ, ამით ვცხოვრობ და ეს არის ჩემი მთავარი მოწოდება, მაგრამ ასევე ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია და მინდა რომ ამ კუთხითაც განვითარდე. აი რას გაძლევს პოეზია, რა ძალას გაძლევს? აი რომ ვერძლებ მის გარეშე. აი რა ვიცი, აი ყველაფერია ჩემთვის პოეზია აბსოლუტურად. ცხოვრების მუხტი, ესე აი სიტყვებით ძალიან რთულია რომ ავხსნა, იმიტომ რომ ხშირად ხდება, როდესაც ესეთი ძალიან შემოქმედებითი პერიოდი მაქვს, არის ხოლმე ასეთი პერიოდები, ხდება, როდესაც თითქმის ყოველ დღე ვწერ ლექსებს და შეიძლება ესე ტრანსპორტში დავწერო, გზაში დავწერო, სახლში დავწერო, ნუ არ აქვს ლიმიტი და რა ვიცი, ეს ყველაფერი ის არის, რაც ჩემს სულშია და რაც მინდა რომ ხვებამდე მივიტანო და მიხარია თუ ისე გამომივა. რაც შეეხება ფსიქოლოგიას, რითი და გაინტერესა ამ სფერომ? ფსიქოლოგია ძალიან საინტერესო სფეროა, იმიტომ რომ თვითონ თავიდან ბოლომდე ადამიანს მოიცავს და მე ვფიქრობ, რომ ადამიანზე საინტერესო, ნუ აღარაფერი არ არსებობს. რა ვიცი, მეხმარება ყველაფერში აბსოლუტურად, იმიტომ რომ უფრო მეტად უადვილდება ფსიქოლოგს რაღაც სხვა თვალით შეხედოს სამყაროს, სხვანაირად აღიქვას მოვლენები, ეს არც პოეტს უჭირს, მაგრამ როდესაც ფსიქოლოგიური განათლებაც გაქვს, უფრო სხვანაირად უყურებს სამყაროს ადამიანებს და ადამიანურ ურთიერთობებსაც. და რაც შეეხება პოეზიის კუთხით, თქვათ რა არის შენი მაქსიმუმი ან უახლოესი გეგმები? ანუ იქნება კიდევ სადღაც ერთ თვეში ვაპირებ რომ ჩავატარო საღამო, ჩემი პოეზიის საღამო იქნება, სადაც ყველას შეიძლება მოსვლა მსურველებს, რა თქმა უნდა. ვაპირებ რომ ანუ არ გავჩერდები არაფრით და ანუ გამოვა წიგნები აუცილებლად კიდევ და კიდევ ჩემი და იმედი მაქვს და
ვიმედოვნებ რომ უფალი დამეხმარება ამაში და რა ვიცი იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება ყველაზე მთავარი მაინც ვფიქრობ ის არის როდესაც ადამიანებს უყვარხარ ან უბრალოდ თუნდაც აი ნათქვამია რომ თუ მწერალს ერთი მსმენელი მაინც ყავს ერთგული ნუ მან თავისი მოვალეობა მოიხადა და თუ ერთი მსმენელი მაინც მეყოლება ვფიქრობ რომ ეს ბედნიერება ავტორისთვის მშობლიურ დედოფლის წყაროში თუ ჩატარდება ამ წიგნის პრეზენტაცია თუ გეგმა კი აუცილებლად ჩატარდება ვაპირებ მარტის თვეში ჩავატარო აუცილებლად მოხდება ჩატარდება დედოფლის წყაროში წიგნის პრეზენტაცია სადაც მოწვეული იქნება ყველა ის ადამიანი რომელიც გვერდში მედგა და ესე დამეხმარა ამ წიგნის გამოცემაში კარგი ზოგად თემებზე მინდა გადავიდეთ ჩვენ ახალგაზრდა სტუმრებს ყოველთვის ვეკითხებით მოსაზრებებს მით უმეტეს საინტერესოა შემოქმედი ახალგაზრდის პოზიცია რამდენად სწორ გზაზე დგას ქვეყანა დღეს და შენი შეფასებით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თუ შეიმჩნევა გაუმჯობესება ქვეყანაში ვითარების მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აპოლიტიკური ვარ, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ყველა ქართველს, ყველა ნორმალურ ქართველს და პატრიოტს აწუხებს თავისი სამშობლოს ბედი, თავისი ქვეყანა, მეც ასევე მტკივა ჩემი ქვეყნის ბედი, ძალიან მტკივა და ძალიან მაწუხებს და ვფიქრობ, რომ და იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ხელისუფლება სასიკეთო ძრებს მოახდენს და სასიკეთოდ შეცვლის ბევრ რამეს ქვეყანაში, იმიტომ რომ მოგვეხსენება, რომ ბევრი პრობლემა დგას საქართველოში და ეს მისახედია მით უმეტეს ახალგაზრდებისთვის. აი ახალგაზრდები ახსენე და თუნდაც შენი სოფლის და ჩვენი რაიონის მაგალითზე როგორ ფიქრობ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რომ ახალგაზრდობისგან არ დაიცალოს სოფლები და მიგრაციული პროცესები არ იყოს ისეთი მასშტაბური ადგილზეც იყოს სწავლაც შესაძლებელი და თუნდაც სწავლის შემდგომ ადგილზე დაბრუნება ну ალბათ მეთანხმები რომ სტუდენტობის შემდეგ ნაკლებად ფიქრობენ უკან დაბრუნებაზე. სამწუხაროდ. აი როგორ გესახება ეს პრობლემა? იცით რა არის ვფიქრობ რომ ანუ ალბათ უფრო მთავარი არის დასაქმების სფერო. ალბათ უფრო მასშტაბური უნდა იყოს დასაქმების სფერო იმისთვის რომ არ ფიქრობდეს ახალგაზრდა რომ სიტყვაზე აი ახლა მე ვისწავლე, მივიღე განათლება და ახლა რომ დავბრუნდე ვთქვათ რა შეიძლება გავაკეთო, სად შეიძლება დავსაქმდე. ალბათ ეს უფრო დასაქმების სფეროზე უნდა იყოს გაკეთებული აქცენტი ვფიქრობ. აი სოფელ სამრეკლოდ ხარ ხო შენ? სოფელ სამრეკლოს მაგალითზე რომ ვთქვათ შენ პირადად რა პრობლემას ხედავ, აი რა გიშლის ხოლმე ხელს, როდესაც ხარ შენ სოფელში? ხელს არაფერი არ მიშლის პირიქით ვისვენებ, როდესაც სოფელში ჩავდივარ სულიერად გონებრივად და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მაქვს ხოლმე ხშირი შემოქმედებითი პერიოდი, მაგრამ ზოგადად რა ვიცი, ვფიქრობ რომ ყველაფერი ჯერჯერობით ჩვენს რაიონში მიდის სასიკეთოდ და იმედი მაქვს რომ ასე გაგრძელდება, იმიტომ რომ აშკარად იგრძნობა ცვლილებები, სასიკეთო ძვრები და იმედია რომ უფრო მეტი და მეტი მოხდება. აი სტუდიაში შემოსვლამდე ვამბობდით რომ იგივე თუნდაც ინტერნეტის პრობლემა. მსგავს საკითხებს გულისხმობ. ხომ არის რაღაც ხელშემშლელი ფაქტორები, რაც შეიძლება უკვე მოგვარებული იყოს, მაგრამ ჯერ არ არის. აი თუნდაც წყალი, გაზი, ან აი ასეთი ელემენტარული საკითხებიდან პრობლემას რამეს ხედავ ამ ეტაპზე ისეთ. გაზი გვაქვს, წყალი გვაქვს, შუქი გვაქვს, ანუ ამ ხრივ პრობლემა არ არის და რაც შეეხება სოფელში აქამდე იყო წყლის პრობლემა და გაზიფიცირებაც მე მგონი. ეს ალბათ ახალი მოგვარებულია, ხო? კი, წყლითაც მომარაგებულია სოფელი და გაზითაც, მაგრამ აი სწორად აღნიშნულია ინტერნეტის პრობლემა ჯერ კიდევ რჩება და ვფიქრობ არ უნდა იყოს ნელი მოსაგვარებელი და ალბათ ესეც მოგვარდება. ხო, მით უმეტეს ეს ახალგაზრდებს გარკვეულწილად გამოაცოცხლებდა კიდევაც და გარე სამყაროსთან უფრო მეტ კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და ასევე აი უშუალოდ მთელი დედოფლის წყაროს მასშტაბით რომ ვთქვათ არის თვალშისაცემი ის რომ რაღაც კეთდება დედოფლის წყაროში ან რა ვიცი რაიმე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ჯერჯერობით თქვენ სოფელში ვერ მოგვარდა ტბის პრობლემა. ნუ სამწუხაროდ. შენ როგორ ფიქრობ აი ამბობდნენ რომ ეს ტბა ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს. შენ გესახება რომ შესაძლებელია
კოჩების ტბის მეშვეობით შეიქმნას ტურისტული ადგილი, ეგ თუ არა, ნუ კარგი დასასვენებელი ადგილი. კი, რა თქმა უნდა შეიძლება კი არა და აუცილებლად ამ კოჩების ტბაში ასე ვთქვათ. აუცილებლად რომ გაკეთდეს, რომ მიხედონ, რომ ჩაიდოს ის ძალა, რაც ჩასადებია, აუცილებლად რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი ისეთი ადგილი, სადაც ყველა მივა, ვფიქრობ და ის კი არა მარტო მცხოვრებლები და არა მარტო ადგილობრივები, ვფიქრობ რომ ჩამოვლენ ხალხი და ივლიან, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადგილია, თუ კი რა თქმა უნდა მიხედავენ და თუ კი დასუფთავდება. ნუ გასული ხელისუფლება პირდებოდა, შემდეგ გაირკვა რომ არც პროექტი იყო, არც ხარჯთა რიცხვა და მხოლოდ ბანერები იყო გამოფენილი, რეალური საქმე არ დაწყებულა, თუმცა მე როგორც ვიცი ამ წუთებში შეიძლება მაყურებელმაც არ იცოდეს და მივაწოდოთ ასეთი ინფორმაცია, რომ გეოლოგები სწავლობენ და სპეციალისტები იკვლევენ იმ გარემოებებს, საიდან მარაგდება კოჩების ტბა შიდა წყლის დინებებით, რომ მოგეხსენება წყალმა დაიკლო და ახლა იკვლევენ იმას, როგორ მოხდეს, რომ არ დაშრეს ეს წყალი და კვების წყარო საიდან აქვს და მის გასუფთავებაზე იზრუნებენ. რის შემდეგაც, როცა ეს პრობლემა მათი დასკვნა დაიდება, გაცილებით სამუშაოები, ნუ დაიძრა ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, იმიტომ რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო სწორედ ამ წელს ბოლოს ჩატარებულ არჩევნებში, რომ სამი დაპირება ჰქონდათ მსხვილი და ერთ-ერთი იყო კოჩების ტბა და ესეც რომ არ იყოს კოჩების ტბის რეაბილიტაციის საკითხი, ვფიქრობ, ყველა დედოფლის წყაროელებისთვის არის საინტერესო, იმიტომ რომ საინტერესო დასასვენებელი ადგილი ექნება დედოფლის წყაროს. ზოგადად ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერს ასაკის გამო გამოცდილება არ აქვს და ვერ არის ძლიერი მმართველი. შენ მინდა გითხო, რამდენად საამაყოა შენთვის, რომ პრემიერი არის დედოფლის წყაროდან და თუ ევტყობა მას, რომ ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს, შენი გადასახედიდან როგორ ჩანს ეს? რა თქმა უნდა, სასიამოვნო ფაქტია და სასიხარულო ფაქტია, რომ პრემიერი არის ჩემი თანარაიონელი და რაც შეეხება მოვალეობებს, როგორც აღნიშნე ვარ აპოლიტიკური და ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში რაც ჯერჯერობით მოვლენები მიმდინარეობს და ხდება, აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში პრემიერი და თავის საქმეს აკეთებს. ანუ რისი კითხვა მინდოდა ასაკი და გამოუცდელობა არის ამ შემთხვევაში ხელი შემშლელი? მე ვფიქრობ, რომ ასაკი და გამოუცდელობა არაფერ შუაში არ არის საქმესთან, პირიქით, რაც უფრო ახალგაზრდა ადამიანი და რაც უფრო შრომის მოყვარია, მით უფრო კარგად გამოსდის თავისი საქმე, ასე რომ ასაკი არაფერ შუაში არ არის ჩემი აზრით. კარგი, ბოლო 2 წუთი დაგვრჩა, რაიმე შემაჯამებელი სიტყვა გითხარი, ან ერთი საუკეთესო ლექსი წაგვიკითხე და დავასრულოთ. მადლობას გადაგიხდი ილია კიდევ ერთხელ გადაცემაში მოწვევისთვის, მადლობას გადავუხდი მსმენელებს და თუ არის დრო, ერთ ლექსს წაგიკითხავთ. ეს არის ლექსი, რომელმაც გაიმარჯვა წლევანდელ, უბრალოდ 2014 წლის შოთაობაში, ამ ლექსით გავხდი გამარჯვებული, მთავარი პრიზი გადმომეცა და წაგიკითხავთ ამას. ფერეიდნიდან. ძველ სიზმრებს ხედავს საქართველო ისევ ფერადად. ტყდება სიშორის ბორკილები ასეთ სიზმარში. მთვარესცის ბეჭად სალამაზებს ღამის სევადა და ძველი ქართლის გული ფეთქავს ფერეიდანში. წამოწავიდეთ, მონატრება საუყვეთ სიცხიანს. ამბავი ვუთხრათ გატანილი ბევრჯერ ლელოა. წამომოვუყვეთ ჩვენებურებს, თუმცა იციან რომ მთების აქე თუ იმათო საქართველოა. რომ კლდეებს დარჩათ ნაკაწრებად ხმები გოდების, რომ მაინც ვერვინ ვერ ჩაგვიქრო უფლის სანთელი, წამოწავიდეთ და ამოვთქვათ ჩვენი ცოდვებიც, როგორ შევცდით და შევაკალით ქართველს ქართველი, როგორ მოედო ყვავილივით ცრემლის საფლავებს და ნაწამების სული უფალს როგორ ელოდა, რომ მზე წავიღეთ და მიწაში დავასაფლავეთ, მტრისგან და ჩვენგან გულ გაგლეჯილ საქართველოდან, როგორ შევებით ბედისწერას მაცდურ ბაზიერს, როგორ ვყლაპავდით ამ ბრძოლის დროს საბებს საძილეს, სადღა ახსოვდათ ის დიდება რომს და აზიას,
ჩვენ რომ გაგვაჩნდა გაყიდული ჰქონდათ ნაძირლებს და დავიწყების ცეცხლი გვწვავდა ყველაფრიანად ხატთან დამფრთხალი ანგელოზნი ჰკრავდნენ ირაოს წამოწავიდეთ ისტორია მემატიანის გავიხსენოთ და პირუკუღმა დავატრიალოთ არც ხრება მიწა და არ უჩანს ბორგვას ნაპირი ქართველთა სისხლით გამოყვებილ ყველა მინდვრიდან წამოწავიდეთ საქართველოს სულ სხვანაირი ზღაპრულის ჩანს ფერეიდნიდან დიდი მადლობა ეს იყო ქეთევან ნათელაძე მწერალთა კავშირის წევრი და მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია რეპორტაჟი ციდან ეს კი დედოფლის ხაროს საათი გახლდათ მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით სამშაბათს 13 საათს და 30 წუთზე ток-შოუში კახეთის საათი ხოლო დედოფლის ხაროს საათი კვლავაც კვირას 17 საათს და 30 წუთზე დაგიბრუნდებათ დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და ენდობით ობიექტივს